მეგობრებო, ვიწყებთ საჩხერის ნომერ მესამე ახალ საგამოცდო მარშრუტს. მოკლედ გავდივართ მომსახურების სააგენტოდან, ნელა ყურადღებით, დათმობის ვალდებულება გვაქვს, ვიხედებით მარცხნივ. მოდის მანქანა, აუცილებლად უნდა გავატაროთ. განთავისუფლდა მარცხენა მხარე, გამოვდივართ დასაწყისშივე. და ვდგებით 70-იან მონაკვეთში. ავასწორებთ თუ არა საჭეს, ვიწყებთ აჩქარებას. Irma, moați echirti, am scăpat sucă. Țin. Zio, egali. Samuzdaatიან მონაკვეთში ვიმყოფებით, შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ავტოსკოლა საჩხერეში, თელავში და რუსთავში. თბილისში, რუსთავში კი არა, თბილისში უკაცრავად შემეშალა. თბილისში ჩვენი ავტოსკოლა მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო მარშრუტისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველას, მოგახსენებთ, რომ საჩხერეში შეიცვალა საგამოცდო მარშრუტები და ეხლა შემოგთავაზებთ 4-ვე ახალ მარშრუტს. 70-იან მონაკვეთში ვართ, აუცილებლად უნდა ვიმოძრაოთ 70-თან ახლოს, არ დაკმაყოფილდეთ 60-ით. თუ წინ შეფერხება არაფერი გვაქვს, 60-დან 70-ის ფარგლებში უნდა ვიმოძრაოთ. ჩვენ ვიცით, რომ დასაშვების სიჩქარე განისაზღვრება -15-მდე, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის უფლებას, რომ -15-ით ან -10-ით ვიმოძრაოთ. თუ ჩვენი სიჩქარე ჩამოვა -15-მდე, არ არის პრობლემა, მაგრამ დროულად უნდა ავწიოთ ხოლმე, ისევ არ უნდა დავტოვოთ დაბალი სიჩქარე. რა თქმა უნდა, წინ თუ რამე გვაფერხებს, ამ შემთხვევაში წინ მიმავალ მანქანასთან დისტანციას მივაქცევთ ყურადღებას და სიჩქარის კონტროლი ამ დროს მოხსნილია. დისტანციით გავყვეთ, უსაფრთხო დისტანციით უნდა გავჩერდეთ, ეს გავყვეთ აუცილებლად. ნახეთ, როგორ უნდა განსაზღვროთ წინ მიმავალ მანქანასთან დისტანცია, მეგობრებო, აუცილებლად გასაჩერებელი ადგილიდან გამომდინარე, ანუ დაახლოებით რო აგიხსნათ, რა სიჩქარითაც მოძრაობთ მშრალ ამინჩი, იმ სიჩქარის ნახევარი უნდა დავიკავოთ წინ მიმავალ მანქანასთან. იმიტომ რომ დაახლოებით ეს სიჩქარე გვჭირდება ჩვენ მანქანის უსაფრთხო გაჩერებისთვის. შესაბამისად, დისტანციაც აქედან გამომდინარე უნდა იყოს. აქ ახლა უახლოვდებით 60-იან მონაკვეთს. ვიდეოს მსვლელობის დროს შიგადაში გადასაღები აპარატი უნდა გავაგრილო ხოლმე, ძალიან მზე რო ანათებს ხურდება და რო არ გამეთიშოს, ამიტომ ხანდახან შეიძლება ცოტა ხარვეზი იყოს ხოლმე, ნუ მიწყენთ. დავიმახსოვროთ ეს მონაკვეთი, აი გალფის კალონკასთან რომ მოვდივართ. დაიმახსოვრეთ, რომ აქ ასფალტის საფარი არის დაზიანებული, ამიტომ რბილად ნელა უნდა გადავიაროთ. ამ დროს აუცილებლად სანამ შენელებას დაიწყებთ, გამოიყენეთ შუა სარკე, შეამოწმეთ უკან ყოფი მანქანა რა მანძილზე გყავს დრო, რა დისტანციაზე გყავს დრო, შესაბამისად მერე ტორმოზიც გამოვიყენოთ. მოკლედ 60-იან მონაკვეთში ვიყავით და შევდივართ უკვე 50-იან მონაკვეთში. შევდივართ 50-იან მონაკვეთში და ვაგრძელებთ მოძრაობას აუცილებლად მარჯვენა ზოლში. მარჯვენა ზოლში ოღონდ მარცხენა ღერძულახასთან ახლოს. ნუ რა თქმა უნდა, თუ მარჯვენა ზოლი დაკავებული იქნება, მარცხენა ზოლშიც უპრობლემოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. აქ გვეტყვის 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. რა თქმა უნდა, 500 მეტრში არაფერი რეაგირება არ გვაქვს, მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ. აქ არის მეგობრებო საყურადღებო მონაკვეთი, აქ დისტანცია უნდა არის ძალიან ყურადღება მისაქცევი, მოკლედ ნახეთ როგორ არის მანქანები ჩაყენებული, ამ ეტაპზე გავდივართ, მაგრამ აქ უკვე ვეღარ ვეტევით. ვაჩერებთ მანქანას, ვთავთ მარცხენა ციმციმას, ველოდებით მარცხენა მხრიდან გამოივლიან მანქანები, გადავდივართ მარცხენა ზოლში, ავაჩქარებთ, ჩავრთავთ ახლა მარჯვენა ციმციმას და ბრუნდებით ისევ მარჯვენა ზოლში. ქვეითი ყავს და აუცილებლად ნელა უნდა გაუვაროთ, ჩვენ სავალ ნაწილზეა ქვეითი, აი ესე.
ახლოს ყავდა და ამიტომ დაახლოებით 20-მდე სიჩქარით გავიარეთ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა. აქ ყურადღებით უნდა ვიყოთ ქვეითთა გადასასვლელთან. თავისუფალია. წრეზე შევდივართ აუცილებლად უკიდურესად მარჯვენა ზოლში. და წრეზე მოუხვიე მარცხნივ გვეუბნება. ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, გავიხედეთ სარკეში, გავიხედეთ ფანჯარაში, შევამოწმეთ ახლოს მყოფი საფრთხე და გადავედით ხიდზე მარცხენა ზოლში. ქვეითთა გადასასვლელზე ქვეითები გადადიან, ზებრამდე უნდა გავჩერდეთ, როდესაც ზებრაზე ჩერდებით, აუცილებლად სიჩქარე უნდა გაანულოთ, არანაირი მოძრაობა არც ერთით. აქ წრეზე ახლა ვიხედები მარცხნივ, აი ეს მანქანები უნდა გავატაროთ. და თეთრი მანქანის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. შევედით წრეზე და აქ უკვე გვაქვს უპირატესობა წრეზე მოძრაობის. ეხლა ზაფხულის პერიოდში აქ საკმაოდ მოჭარბებული მოძრაობა არის, ამიტომ ეს ქვეითი ეხლა უკვე დისტანციაზე აღარ გვყავდა საერთოდ. ამიტომ საფრთხის შემცველ დისტანციაზე იყო და გავაჩერეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ იყო ქვეითთა გადასასვლელი, მაგრამ დისტანცია ფიზიკურად აღარ დაგვიტოვა ქვეითმა და ვიგრძენით საფრთხე და გავაჩერეთ. თორე იქ სადაც ქვეითთა გადასასვლელი არ არის და ქვეითთან გვიჭირავს უსაფრთხო დისტანცია, დაბალი სიჩქარით, სიფრთხილის გამოყენებით ყოველთვის გააგრძელეთ ხოლმე მოძრაობა. 30-იან მონაკვეთში შევდივართ. ახლა ზაფხულია და საკმაოდ ბევრი ხალხია საჩხერეში ჩამოსული, ამიტომ ცოტა გადატვირთული მოძრაობა გვაქვს. ну 30-იან მონაკვეთს მოკლედ გამოვწდით და ეს მონაკვეთი 30-იანის შემდეგ უკვე არის 60-იანი მონაკვეთი, რო იცოდეთ. საკონელთან იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად. თუ გაჩერება გვიწევს მეგობრებო, საკონელი როდესაც გზაზე გადმოდის, ახლოს არ უნდა მივიდეთ, დისტანციით უნდა გაუჩერდეთ. მანქანამ ჩართო მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენს ვიწყებთ ჩენელებას. როდესაც ჩვენს მიმავალი მანქანა ჩართავს მოხვევის მაჩვენებელს, ყოველთვის დაიწყეთ ჩენელება, იმიტომ რომ მას მოხვევისთვის დაჭირდება ჩენელება და ჩვენ შეიძლება დავარღვიოთ უსაფრთხო დისტანცია. ამიტომ დაინახავთ თუ არა რომ ჩართო მოხვევის მაჩვენებელი, თქვენს დაიწყეთ ჩენელება მაშინვე. სამოციანი მონაკვეთია. ამას მეტრში წრეზე მოუხვიე მარცხნივ.
გზაზე დაბრკოლება გვაქვს. Სუსტად ეხლა რაზეც საუბრობდი, რომ საქონელი არის გზაზე გადმოსული. უკიდურესად ნელა. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა. აი აქ უსაფრთხოების კუნძულთან სანამ ვარ, თუ მარცხნიდან ვინმე შემოვა, უნდა გავჩერდე უსაფრთხოების კუნძულთან, აქ წრეს და უსაფრთხოების კუნძულს შორის გავჩერდები თუ მარჯვნიდან მოდის მანქანა, მაგრამ ამ შემთხვევაში არავინ არ მოდის, ამიტომ გაუჩერებლად გავაგრძელებთ მოძრაობას. წრეზე ირმა. მოკლედ აქ გითხრა 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. წრეზე მოუხვიე მარცხნივ, ესე გითხრა და აქ გვეუბნება მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ. და კიდე მოუხვიე მარცხნივ. აქ ეხლა დაბრკოლება გვაქვს, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, მარცხენა ზოლი გვაძლევს საშუალებას და განვახორციელებთ დაბრკოლების გვერდისავლას. აი ახლა წრიული მოძრაობა. მოკლედ წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ მიაქციეთ ყურადღება. აი ამ წრიულ მოძრაობაზე თუ მარცხენა მხრიდან მანქანა შემოვიდა, აი ამ უსაფრთხოების კუნძულთან გავჩერდებით, დაველოდებით, გაივლის მანქანა გავაგრძელებთ მოძრაობას. თუ არავინ არ არის, შევედი, აი აქ ეხლა წრეს და კუნძულს შორის გავიხედავ მარჯვენა მხარეს, თუ მარჯვნიდან მანქანა მიახლოვდება, აქ გავატარებ, თუ არა და გაუჩერებლად გავაგრძელებ მოძრაობას. წავედით ირმა მასწავლებელო. სამოციანი მონაკვეთია და ვცდილობ გზა მაძლევს საშუალებას და ვცდილობთ რომ მიმოძრაოთ 60-თან ახლოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ავტოსკოლა საჩხერეში, თელავში და თბილისში. თბილისში ჩვენი ინსტრუქტორები არიან გიორგი ყაზიშვილი, ნარიმან კორსანტია. საჩხერეში ჩვენი ინსტრუქტორები არიან ქალბატონი ირმა ბოჭოიძე, ლაშა ღუღუნიშვილი, ზაზა ცირცვაძე. ასევე ჩვენი ავტოსკოლა მდებარეობს თელავში, სადაც თელავის ჩვენი წარმომადგენელი არის ედი პაპაშვილი, თავის საქმის მცოდნე და კეთილშობილი ადამიანი. ასე რომ ვინც ემზადებით გამოცდის ჩასაბარებლად დაგვიკავშირდით, ჩვენი ავტოსკოლა მოგემსახურებათ და მარტივად გადაგალახიებს ნებისმიერ ბარიერს. ჩვენ ვასწავლით როგორც თეორიას, ასევე მოედანს და რა თქმა უნდა ქალაქს. თეორიას ვასწავლით ონლაინ. ჩვენ ახლა მოძრაობთ 50 კმ/სთ. ცოტა დისტანციას კი ვარღვევთ, ცოტა ახლოს მივხვევით მანქანას, ამიტომ დაახლოებით თვალის ზომით 20-25 მეტრი მაინც უნდა გვეჭიროს ამ სიჩქარეზე წინ მიმავალ მანქანასთან. ვიდეოს გადაღების დროს ამ ადგილზე ერთი მანქანა უეჭველი ხდება, რომელიც მიკატაობს. ელა, 27 თვისი. Samas მეტრში წრეზე მოუხვიე მარჯვნივ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ თბილისში ვინც ბრძანდებით, თბილისში ჩვენ გვაქვს შემუშავებული გზები თითქმის ყველა საგამოსტო ქალაქისთვის და მოსავლეს ვამეცადინებთ
იმის ანალოგიურ გზებზე, რომელ ქალაქშიც აბარებს გამოცდას. საკმაოდ დიდი შრომატევადი საქმე გვაქვს ამისთვის. გავლილი, რომ ეს გზები ესე თანმიმდევრულად დაგველაგებია, მოკლედ. ვინც მოგზადებით, ვინ ჩვენთან ამყოფია, კარგად იცის თუ რა და როგორ არის ჩვენი მეცადინობის პრინციპი და სტილი, მაგრამ ვინც ჯერ არ ყოფილხართ, იმედიანად შეგიძლიათ რომ მოგმართოთ. მალე წრეზე მოუხვიე მარჯვნივ. მოკლედ, ეხლა წრეზე მოხვევის დროს ჩვენ აქ გვაქვს დათმობის ვალდებულება, აუცილებლად მარჯვენა მხარეს ვიკავებთ. ვიხედებით მარცხნივ. ნახეთ, აი ეს მანქანა, ვარკვევ ეხლა ეს მანქანა რომელი მიმართულებით წავა, ანუ მარცხენა ზოლში მიდიან ორივე, ამიტომ მე მარჯვენა ზოლში შემიძლია რომ გავაგრძელო მოძრაობა. აღარ დაველოდები ბოლომდე. აქ ქვეითთა გადასასვლელი გვაქვს, ყურადღებით უნდა ვიყოთ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ნახეთ, ხიდის ბოლოში. აი აქ უნდა მოუხვიოთ. და მალე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. აი აქ მოხვევისას ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ძალიან. მოუხვიეთ. ვიხედები მარჯვნივ, თუ ვინმე მოდის უნდა გაატაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არავინ არ მოდის. მოუხვიეთ. მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ. გვაფრთხილებს კომპიუტერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მივდივართ დათმობის ნიშანთან, აქ აუცილებლად უნდა ჩაურთოთ მარცხენა ციმციმამ. ვიხედებით მარცხნივ, აი ეს მანქანა უნდა გავატაროთ. აი ეს მეორე მანქანაც უნდა გავატაროთ და როდესაც იქნება უსაფრთხო დისტანცია, ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ამ მანქანას გავყვეთ. წავედით, აქვე გვაქვს ქვეითთა გადასასვლელი და ძალიან ყურადღებით აქ. აქაც ქვეითთა გადასასვლელი გვაქვს. ეს მონაკვეთი მეგობრებო არის 60-იანი მონაკვეთი, რო იცოდეთ და ამას მე დაგაკვირვებთ, საიდან იწყება აქ 60-იანი მონაკვეთი, არ შეგეშინდეთ 40-ით თავისუფლად იმოძრავეთ, თუ გექნებათ ამის საშუალება. ეხლა აქ 40-ზე მაღალი სიჩქარე ცოტა ძნელია, 45-40 ძნელია აქ სიარული, მაგრამ ნახეთ 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ გვითხრა, აუცილებლად მარცხენა ღერძულა ხაზს მივყვებით და მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ჩემი გზა არის აი ხიდზე რო დავიწყებ უკვე მოხვევას, აქ უკვე დათმობის ვალდებულება მაქვს, მარჯვნიდან არავინ არ მოდის, ამიტომაც გაუჩერებლად გავაგრძელებ მოძრაობას. თუ მარჯვნიდან ვინმე მოდიოდა, უნდა გამეტარებია აუცილებლად. მალე მოუხვიე მარცხნივ. აქ მეგობრებო, აქ ძალიან საყურადღებო მონაკვეთია. ნახეთ, ჩვენ უნდა ავიდეთ მარცხნივ. ეხლა მთავარ გზაზე ვიმყოფებით. მარცხნიდან თუ მანქანები მოდიან, მათთან გვაქვს უპირატესობა, მაგრამ დათმობის ვალდებულება გვაქვს ვისთან? მარცხენა ზოლში მოძრავ მანქანებთან. მოვედი აი აქ ეხლა. გავაჩერე მანქანა, წინიდან მომავალი მანქანები უნდა გავატაროთ აუცილებლად. ნახეთ. ნახეთ, ეს მანქანები გავატარე. საკმაოდ დიდი მოძრაობა არის. აქ უნდა განსაზღვროთ ეხლა გასვლის მომენტში უსაფრთხო დისტანცია, რომ წინიდან მომავალ მანქანას შეფერხება არ დაგვითვალ მანქანამ, სარკეში გავიხედე, ფანჯარაში გავიხედე და განვახორციელე მოხვევა. მოკლედ, მანქანა როდესაც დაგითმობთ, ეს უნდა მიხვდეთ, რომ შუქები უნდა აგინთოთ აუცილებლად. ეხლა ქალბატონის და საჭესთან შუქები არ აგვინთო. მაგრამ ჩვენ ვიდეოს ვიღებთ ამ შემთხვევაში გიმახვილებთ ყურადღებას, რომ შუქები უნდა აგვინთოს, აი ეს ნიშნავს უკვე რომ გვითმობს. და თუ კი მანქანა ამ მდგომარეობა ამ სიტუაციაში დაგითმობს, თქვენ შეგიძლიათ რომ მოხვევა განახორციელოთ. ოღონდ აქ სარკეში და მხარზე გახედვა, ფანჯარაში გახედვა არ უნდა დაგავიწყდეს. 40-იანი მონაკვეთია, დასახლებულ პუნქტში ვართ ამოსულები. 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ წრეზე, გვაფრთხილებს. და
და მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთე მარცხენა ციმციმა, აქ მაქვს დათმობის ვალდებულება. ყურადღებით ვაკვირდები წრეზე მარცხენა მხრიდან არავინ არ მოძრაობს, წრეზე არავინ არ არის შემოსული, შესაბამისად გაუჩერებლად გავაგრძელებ მოძრაობას. წრეზე რო შევედი უკვე აქ მარჯვნიდან კი მოდის მანქანა, მაგრამ ეს ჩემი გზა არის. ვაგრძელებთ მოძრაობას. წრეზე მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ, დათმობის ვალდებულება მაქვს. სანამ დათმობის ნიშანს გავცდები, მანამდე შევისწავლი მოძრაობაში, რა თქმა უნდა, შევისწავლი წრიულ მოძრაობას. წრეზე მოძრაობს მანქანა ჩემი მიმართულებით, დაველოდები, მეორე მანქანაც ჩვენი მიმართულებით მოდის. გავატარე. სხვა მიმართულებიდან მანქანებია წრეზე აღარ მოძრაობენ და გავაგრძელე მოძრაობა. წრეზე რო შევდივართ, უკვე აქ ჩვენი გზა არის, უპირატესობით ვსარგებლობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გახედვები მაინც აუცილებლად, რომ ვიღაცამ შეიძლება გზა არ დაგვითმოს და ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოების დაცვა. ეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა არის ესე ვთქვათ, პირობითად ნაწილობრივ ცალმხრივი. ანუ აქ მოსახლეობა შეუძლია, ვინც აქ ცხოვრობს, რომ ქვევიდანაც ამოვიდნენ. თუ ქვევიდან მანქანა არ მოდის, თქვენ შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივად შუაში დადგეთ და იმოძრავოთ. მაგრამ თუ შეგხვდებათ საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მანქანა, ორი მანქანა გვერდს ერთმანეთს ჩვეულებრივად უვლის, ამიტომ არანაირად არ დაიძაბოთ. კიდევ ვიმეორებ, თუ მარტო ხართ, იმოძრავეთ შუაში. თუ მანქანა შეგხვდებათ, გაიწევით გვერდზე და ორი მანქანა თანაბრად გაივლის. მოუხვიე მარჯვნივ. აქაც დათმობის ვალდებულება მაქვს, ჩავდივარ დათმობის ნიშანდან ნელა, ძალიან ნელა, სიფრთხილის გამოყენებით. მხარზე ვიხედები. ნახეთ, მხარზე გახედვა რას ნიშნავს? ანუ არავინ არ მოდის მარჯვენა მხრიდან, მხარზე გადავიწევი წინ და ისე გავიხედავ მხარზე. რომ სანამ გადავკვეთავ გზას, მანამდე შევამჩნიო, ხო არავინ მოდის და თუ ვინმე მოდის, უნდა დაუთმო. და აქ უნდა ვიმოძრავოთ პირდაპირ და მარჯვნივ, ანუ პირდაპირ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. აქ აუცილებლად გავიხედე მარჯვენა მხარეს, არავინ არ მოდის, მიუხედავად იმისა, რომ თავარ გზაზე ვარ, მაინც გავიხედავ, დათმობის ვალდებულება მაქვს. აქ მარცხნივ გავიხედავ, გავატარებ მარცხნიდან მომავალ მანქანებს. აქაც მხარზე ვიხედებით, მეგობარო, არ დაგვავიწყდეს, მეგობრებო, წავი, გავაგრძელეთ მოძრაობა, არავინ აღარ მოდის. ქვეითთა გადასასვლელი. წრეზე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა. თავარი გზიდან მოძრაობ და რა თქმა უნდა უპირატესობა გვაქვს მოხვევის დროს. აქ დისტანციის გაზრდის მიზნით მცირედით გადავდივართ მარცხენა ზოლში, მარცხენა ციმციმის და სარკის გამოყენებით და შემდეგ მარჯვენა ციმციმით ისევ ბრუნდებით მარჯვენა ზოლში. წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ, ეხლა შევდივართ წრიულ მოძრაობაზე. აუცილებლად წრიულ მოძრაობაზე შევდივართ მარცხენა ხაზიდან, მარცხენა მხრიდან შევდივართ. აქ მარჯვენა მხრიდან მომავალ მანქანასთან გვაქვს უპირატესობა. ვაგრძელებთ წრეზე მოძრაობას, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, აი აქ უკვე მარჯვნიდან მომავალთან გვაქვს დათმობის ვალდებულება. ამიტომ თუ მარჯვნიდან მანქანა მოდის, გავაჩერებთ, გავატარებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მოძრაობას. თუ არავინ არ მოდის, კი გაუჩერებლად გავაგრძელებთ სვლას. არ დაგვავიწყდეს, აქ ისევ თავარ გზაზე ვიმყოფებით. გვიერთება მეორე ხარისხოვანი გზა, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ამ გზის შეერთებასაც მარჯვნივ გამოკვეთილად გავიხედოთ. მოუხვიე მარჯვნივ. ვიკავებთ მარჯვენა ზოლს,
ჩავრდეთ მარჯვენა ციმციმა, აქაც ჩავდივართ დაბალი სიჩქარით მხარზე, წინ გადავიწევით და ისე ვიხედებით მარცხენა მხარეს, გავატარეთ მარცხნიდან მომავალი მანქანები და გავდივართ მთავარ გზაზე. შევდივართ პირველივე მარჯვენა ზოლში. გვერდით და გადასასვლელი ყურადღებით. და ვაგრძელებთ მოძრაობას უკანამოსახურების სააგენტოსკენ. ორმოცდაათიანი მონაკვეთი დაიწყო. სამოციან მონაკვეთში შევედით. გამორჩა 70-იან მონაკვეთში ვართ უკვე. აქ გვაფრთხილებს კომპიუტერი, რომ ვიმყოფებით დასკვნით ეტაპზე. შემდეგ მალევე გვეტყვის, რომ 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. არაფერი რეაგირება არ გვაქვს. შემდეგ 300 მეტრში გაგვაფრთხილებს მოუხვიე მარცხნივ, ასევე არაფერი რეაგირება არ გვექნება. აქ უკვე გვეტყვის, რომ მალე მოუხვიე მარცხნივ, ჩავრთავთ მარცხენა ციმციმას, ვიწყებთ შენელებას, მივიწევით მარცხენა ხაზთან ახლოს. შესვლის მომენტში წინიდან თუ ვინმე მოდის გავატარებთ, შემდეგ აი სარკეში გვისრებს ახლა, მხარზე გავიხედეთ, აი წინიდან მომავალი მანქანა უნდა გავატაროთ. ისევ სარკე ფანჯარა და მოუხვიეთ. მოკლედ წარმატებები ყველას. ეს იყო მესამე საგამოსტო მარშრუტი გააგრძელებ.